თუ სხვა რაც არის. ერთადერთი ძალიან კონსერვატიული ქვეყანა არის და ნუ ცოტა იძაბებისავით. შეიძლება შორტებით დადიან, მაგრამ ნუ ისე მთლად თავისუფლად ვერ ივლი აქ. თუმცა ევროპელები ამ სულელურ წესს საბედნიეროდ იკიდებენ. აი მაგალითად ასე, ან ასე. ეს არის ბიმამ სინხოლ თუ არ ვცდები. მაგრამ როგორც ხედავთ, ჩაცმულობა დიდად არ აინტერესებს. მაგრამ მე როგორ გამოვიპირა ბიჭო. ეგრე გასაუბრებაზე დავდივარ ხოლმე. მე წყალი ცივია. და რა ღრმა არის აქ წყალი. პატარა წყალი არ არის ნამდვილად. აი ერთადერთი რაც ტეხავს ყველგან ბევრი ნაგავრია. ბიჩოკები და რა ვიცი ყველაფერი. რაც ნახე აქ ნახევარდღეში. ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე დუბაი. მოვედი ვაბიშაბიში, როგორც ჩანს ძალიან პოპულარული ადგილია. ძალიან ბევრი ხალხია და მე რო ფიქრობ შორტებში თუ შეიძლება ყველა გახტილი დადის ბიჭო. ნავით უნდა გადავიდეთ, აი მეორე ნაპირზე და იქიდან იწყება როგორც ჩანს ბილიკი. ღირს 1 რეალი, 1 რეალი არის 8 ლარი. ეს არის ნამდვილი ოაზისი. ხელა კანიონია და უცნაურია რომ ამ კანიონში წყალი არის. ხო შესვლა ნამდვილად უფასოა. ერთადერთი აი წყალი თუ იქნება გზაში, კაი იქნება. კარგად არის გამაგრებული. ნამდვილი თარეილი გაიჩნდა. და ალბათ ესე შეიძლება გავუყო და იქით გავხდე. ცადოდ გამოვიცვალოთ, რომ ხალხმა არ დამინახოს. ჟილეტის რომ მქონა და მაინც ვერ გავრისკავდი ალბათ აი გამოცურვას. რო იქით წავსულიყავი. თლად თბილია ვერ არის. დღეს კვირა დღეა და როგორც ჩანს ისვენებენ. რო ყველაფერი დაკეტილია. ესეთი პლაჟი არის. ალბათ დიდად საცურაო პლაჟი არ არის, აქ არავინ არ ცურავს. ნუ უფრო თევზ საჭერი პლაჟია, ვიდრე სხვა რამე. აქ როგორც ჩანს წყალი მოდის და მერე მიდის. დრო იქ ჭაობი არის და ის გემიც აშკარად წყალში უნდა იყოს. ძალიან სქელი კედლები აქვთ, რომ სითბო არ გაატაროს. სიგრილე შეინარჩუნოს. აი, ნახე რამ ხელა სქელი კედლები აქვთ. მოვედი უტრახში. ცხადია სპორტი.
პორტუგალიელებმა ააშენეს. 3 რეალი გადავიხადე. საკმაოდ ძვირია, 24 ლარი გამოდის. ახლა როგორი მთებია რა ლამაზ გრანიტის მთები. ესეთი. და ყველგან კოშკურები დგას. აქ. ეს ლამაზი მე დუბაიში არაფერი მინახია. მორჩა, მეტი არაფერი საინტერესო არ იყო დუბაიში. მართლა. აი, კარგად ჩანს. ქვებს ჭრიან, კლდეს ჭრიან და სახლებს დგავენ. თბილისშიც მსგავს რაღაც საკეთებენ დამპლები. არის ამათი დეზერტები. ყალბის საათები და 65 რეალი. აი ეს ვიყიდე და რაღაცა უდი ვიყიდე. ძალიან კაი სუნი აქვს, აი სასწაული სუნი აქვს. ძალიან საკაიფო ბაზარია, ძალიან მომეწონა. აქ სურნელები უნდა იყიდო, ლოკალური დუხები უნდა იყიდო. და საათების კოპიოები. ეს პრომინადიც როგორი სასიამოვნოა. ძალიან ლამაზია. ეს არის სასახლე. ეს რაღაც ძველი ფორტი. ეს რაღაც ძველი ფორტია. ძალიან ლამაზია. ეს არის სულტანის რეზიდენცია. ბაზარის კარგი იყო, არქიტექტურაც ლამაზია და საბულაოდაც სასიამოვნოა. ეს არის ვაბი, დაბი. რაღაცა რა. მე დავწერ. აი ეს ნაპრალი არის და შეგიძლია გაცურო. სასწაულად ღრმა არის. საინტერესო ეს არის საიდან მოდის საბოლოო ჯამში. აუ რა ცხელია. დამეწვა ფეხები. მაინც გამიმართლა რომ უდაბნოშიც მოვხვდი. პირველად ვარ უდაბნოში. ეს არის რაღაც უდაბნო. დამავიწყდა სახელი. არა ძალიან დიდი უდაბნოა 10000 კვადრატული კილომეტრი თუ რაღაც ეგეთი. ცხელა. აუ რთულია ბიჭო. აქსიარული. Welcome Oman. Welcome desserts. Welcome Wahib Hassan. You are from
Jorge. Welcome here, Rohiba Sand. It's good, beautiful. Very beautiful, very beautiful. Wow. ეს არის ძველი ქალაქი, ნამდვილი ძველი ქალაქი. სამწუხაროა ცოტა აქვს ესეთი ისტორიული ადგილები. მარტო დანგრეული ალბათ. ლაფით და ქვებით არის აშენებული. და ჯოხებიც ურევია ხანდახან. კი დავდივარ, მაგრამ არ დაინგრეს ეს დედამოტყნული. თარამხელაა ბიჭო. პირველად შემხვდა აი აქ პალმები. სულ პალმებშია ეს ყველაფერი. საინტერესოა ეს ფინიკეი არის პალმები თუ რა მოყავთ ამ პალმებით. ან ძალიან ძველიც არ იქნება ეს ალბათ. 100 წელიწადი. მაქსიმუმ 200 წელი. რომ ეს სახლები აქ დგას. ძლივს ვიპოვე ეს Race Village. ხო, თლად დასასვენებლად არ ჩამოვსულ ვარ ომანში. წინ ხიმამის ტრეილ გარბენი არის. ამათ ყველაზე ღარიბი ექსპო გქონდათ სამაგეროდ. ეს ჩადეს რატომღაც სუნიანი რაღაცაც ჩადეს. No utkandı distragi. Today we have 375 athletes and runners here at the starting line. They are 55 kilometers from different countries. 65 countries are participating in this race. من هنا من ابطل التحديد بالتاكيد من 5 4 3 2 1 გასაკვირად ბევრი ხალხია, 370 ადამიანია. 65 ქართლიდან თუ რაღაც ეგრე. პირველი 7 კილომეტრი ქალაქში მივდიოდით და სწორზე. 7 კილომეტრის მერე იწყება მკვეთრი აღმართი. რაღაც რეზერვუარია. რადგანაც ყველა მდინარე ძალიან დამშრალია. ფაქტია, მდინარე არ შემხոտია. სადაც მერვე კილომეტრზე დაიწყო ტექნიკური მარшрут. საკმაოდ გეინით. და ხო ნავიგოთ მგონი 1000 მეტრზე მეტი. 5-6 კილომეტრში ალბათ. ახლა დარჩენილია 780 მეტრი და 3 კილომეტრი აღმართის ბოლომდე. ძალიან ციცაბოა. თუ გამოჩნდება ეს ხალხია ის სულ.
ეს აი ახლა მოვსვართ. ალბათ 1300 მეტრზე ვართ. აქედან კარგად ჩანს რა როგორი მთიანი ქვეყანა არის. სულ მთებია. კილომეტრში ჩეკპოინტი იქნება. აი მძირიდან მოვიდეთ. თითქმის 1000 მეტრი ამოვედით. ყველაზე რთული აღმართი დაძლეული იქნება. მიუსვე ადგილას ყოფილა ეს ჩეკპოინტი. საღო, ძმო, საღო. იმენა. წყალი ავიღოთ. ხილი და عطى كولا تريد كولا აი ჯიგრული აღმართია. ზედიზედ 1500 მეტრია თითქმის. ეს 1500 მეტრი გავაკეთეთ 7 კილომეტრში ალბათ. საკაიფო რუტია. მონწონს. თანუ ჯერჯერობით არ ცხელა. რაც კარგია. ვადით 2312 მეტრზე. დავიწყეთ რაღაცა 600-ზე. ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი. სამწუხაროდ მაგაზე მაღლა აღარ ავდივართ. ეს თლამაზი მთებია. ეს წვეტიანი. так. როგორი განსხვავებული ტემპერატურაა. ხალხი ქურთუკები დადეს, ცოტა გრილა. 6 კილომეტრი შემდეგსაც მოვიდა შვენიერი. რა თქმა უნდა დაღმართიც სუპერ ტექნიკურია რა, ძალიან 9 და რაღაცა მითხრა 9:40 50 9:30 იქნება ძალიან კარგი. აი ვიღაცას გარაჟში აკლე მიყავს. რა საინტერესოა. ჩეკპოინტები საკმაოდ ბევრი აქვთ. ახლა ეს ჩეკპოინტი იყო 8 კილომეტრზე და შემდეგ იქნება 4 თუ 5 კილომეტრში. რამოდენიმეჯერ დავიკარგე რა თქმა უნდა. მაგრამ საბედნიეროდ გავამატრიალეს. მარკირება ისე არაფერი არ არის. უბრალოდ მიყევები რაღაც ბილიქს. დაახლოებით 30 კილომეტრია. ხელა კანიონია ბიჭო. შეხედე. ძალიან ნელი რუთია. ძალიან. არ მოველოდი, მე მგონა უფრო სწრაფად ვივიდი.
თბილია. საღოლი ოცლობს. თუმცა შეიძლება მონაწილეც იყოს, არ არის გამოკეცხოვილი. სასწაულად ლამაზია. ალბათ ეს საუკეთესო ადგილია ამ ტრეილის. მოკლედ დარჩა კილომეტრი ნახევარი და ეს მეგონი 21 სტარბიან ესენი არ ვიცი. ცოცხლე იგრძნობა. რაცამ ყოჩახ დამიხვირა. ალბათ ქართველია. აქაური. ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა. ძალიან კარგი იყო. ყველას გირჩევთ ომანს.